გამარჯობა, მე ვარ ნოა თბილისიდან, 28 წლის. ვარ მიქსოლოგი, ბარმენი. ძალიან მიყვარს ახალი გემოების შექმნა. კარამელიზებული ხახვით ვაცხობ ტარტს, რომელიც ახლა უნდა გამოვაცხოთ ნინჯას ღუმელში. დაახლოებით 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. ყოველთვის მიყვარდა გემრიელად რაღაცების გაკეთება, ჩემი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის მომზადება, რომლებიცგანაც იმსახურებდი კომპლიმენტებს. გამარჯობა. მანგოები და ამბები. მანგო ათამი. აი, რას აკეთებ ახლა მითხარი? ყველა გულს ვაკეთებ. ტარტის ძირზე, შვრიის და პურის სანულისხანელებლი არაკში. შემდეგ გვექნება მოცხარის და მაყოლის კრემოვანი მასა პიურე. შემდეგ კიდევ გვექნება ბაზილიკის და ლიმონის არატკბილი ნაყინის ბურთები და ჩატნის და მანგოს ჩიპსი, რომელიც დამეწვა. კაი, რა გინდები პარკი? კარგი, მადლობა. რაღაც მომწონს ხარ უკვე? მადლობა. პირველად აკეთებ ამ კერძს? ხო. ანუ მეცადინე ცოტა რაღაცებაც ქონს შესაძლოა, მაგრამ 17 წუთი და. ხო, და ნერვიულობ სათაშორის რომ ვერ ჩავეტიო დროში, მაგრამ ვეცდები რომ დავამენეჯმენტოთ, რომ ისე რომ მეყოს 1 საათი. იცი რა არის? air fryer აშრობს? ჩიპსი თუ გინდა? ხო, ჩიპსი მინდა. შეიძლება air fryer-ში ჩადო. ნინჯაში, ხო. კარგი. ამით როგორ მიყვარს ეს კომბინაციები? გიჟდები. ისე ცხელა, თან ძალიან დავიღალე და დავალე ბონასერას წეს. დასწავლია. ნერვიულობ, ჯერ ნაყინი უნდა დავამთავრო. მე შევეცდები რომ გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი და იმედია რომ ყველაფერი გამომივა. გამარჯობა. ხოხ. ნაყინი დაგიქნა, მაგრამ არა უშავს. ეხლა მითხარი ვინ ხარ, საიდან ხარ, რას აკეთებ და რატო გააკეთე ეს? მე ვარ ნოა, 28 წლის, მიქსოლოგი თბილისიდან. ჩემს სფეროში საკმაოდ წარმატებული ვარ და მინდა რომ ვცადო სამზარეულოში ჩემი ბედი. ეს ქვემოთ რა ცომია? ქვემოთ არის შვრიის და ხორბლის ფქვილი, აქვს მანგოს და ატმის ჩიპსი, ბაზილიკის და ლიმნის ნაყინი და გვაქვს მოცხარით და მაყულის соуსი. მოკლედ, იდეა არ იყო ცუდი. უბრალოდ კანი არის არახრაწუდა. იდეა არის გადასარევი, უბრალოდ ჩემთვის როგორც იცი რა არის, მე ბევრი გემოებია რა. და იბნევი გაერთიანება აკლია აი ამ გემოებს. თორე იდეაში ეს ყველა კომპონენტი ძალიან კარგად გაქვს შერჩეული. მოკლედ ეს არის ჩემი ვერდიქტი. გასიჯავთ, გენაცვალე. რატო არა რო? გეტყვება რომ მიქსოლოგი ადამიანი ხარ, ძალიან კარგი გემოები არის სხვათა შორის და ეს ნაყინი თითქოს უცნაურად ჩანს და ჟღერს ორაგულთან, თუმცა ორაგულის ცხიმიანობას თან ბაზილიკის ნაყინი რო არის გამოყენებული, ანეიტრალებს კი არა, აგრილებს და ეს სითქმოც ატმის და ხილის რაცა ძალიან კარგია. უბრალოდ ტექნიკური შეცდომები გაქვს დაშვებული და ამ ცომის ძირს აქ ვერ ვხედავ. ამის ფქვიერი მასისგან მიწა რო გაკეთებინა, უფრო გავიგებდით და უფრო შევჭამდით და მივაყოლებდით ამ ყველაფერთან ერთად. საერთო ჯამში მე ძალიან მომწონს. მადლობა. რაღაც ისე შემოდის სითბოში ეს მაყვალი, соуსიც ან სითბოსკენ მიყავს.
და ამას უბრალოდ მე ვერ მივხვდი რა ფუნქციას ასრულებს ეს ცომი. ეუნება უბრალოდ რაღაც შრიას ნირთმევა და ცოტა რეზინისკენ მიდის. არც სიხრაშუნი აქ ტექსტურა არ აქვს და ერთადერთი რაც პლუსი არის ეს ნაყინი ასოლებს, ცოტა უფრო გადავიდეს და მიირთვა. ჩანს რომ ხარ მიქსოლოგი, ამ გემოების თამაში ეცადე და ის გემოები რაც შენ გინდოდა რომ ჩვენთვის წარმოგეჩინა და შეგეკრა ერთმანეთში, ფიქრობ საინტერესოა და მოგცემ შანსს და ვიტყვი კის. მადლობა. პროსო. თქვა? თქვი? მე ნიკუშასთან განსხვავებით თქვათ ეგრე კრიტიკული არ ვარ შენს მიმართ და რაღაც გემოები კი მომეწონა, უბრალოდ ტექნიკურად კი გითხარი რა შეცდომებიც იყო. მოკლედ ჩემგან გაქვს კი, იმიტომ რომ ხედავ პოტენციალს და ვთვლი რომ მიქსოლოგი ადამიანი დაჭირდება იმ გუნდს, სადაც შენ მოხვდები. ასე რომ შენ გაქვს ორი კი და თეთრიც გონია რომ მესამეს ერთ-ერთში გავიმეორებ ავტოს სიტყვებს, იმის მიხედვით ბევრი ტექნიკური წუნი აქვს. ესე იგი გაგიჟებული ვარ ამ გემოების დასმაზე და იმედი მაქვს რომ აი ამ ბარის შენ გამოცდილებას გადაიტან სამზარეულოში. ამიტომ შენ გაიხარე, მადლობა კიდევ ერთი კითხვა. ნუ აგილოცავ, შენ გაქვს 3 კი და გადასული ხარ შემდეგ ეტაპს. ბრავო. არა მინდოდა რომ რომელიმეს არა ეთქვა რომ მე ზუსტად ვიცოდი რომ კითხავდი. არ ორივე მკიო და ჩამივარ და კოვზი ნაცარში. ინტრიგის. მადლობა. მადლობა თქვენ. პირველ რიგში ვარ ძალიან ბედნიერი რომ მომეცა შანსი რომ გადავიდე მომდევნო ეტაპზე. მიყვარს ყველა ჟიურის წევრი. ყველანაირ რესურსს ჩავდებ იმაში რომ შემდეგი კერძი იყოს უფრო მეტად უკეთესი. გამარჯობათ, მე ვარ გიორგი წებუჩავა, 24 წლის აბაშიდან. მეტისის უთავისთვის დამჭირდება ფრეკენბოკის მაგიდის სტილო. მე მაქვს საკუთარი მცირე ბიზნესი, რომელსაც დაახლოებით უკვე 4 წელია მართავ და ამას პლუს მიმყავს და ვორგანიზებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ქორწილებს, კორპორატიულებს და საკუთარ კარაოკეში ვარ წამყვანი. ხომის გარეთ ხო სხვადასხვა ყველაზე რთული პროცესი არის, იმიტომ რომ აი სიმინდის შავი წერტილები არ გაყვეს. ასევე ჩემივე ბარში მიწევს რომ ვიყო ხოლმე ხშირ შემთხვევაში მზარეულიც, იმიტომ რომ დედიკო მყავს სამზარეულოში და იმას ვასვენებ ხოლმე. ერთ რაღაცა განსაკუთრებული არომატი ექნება, რომ აი აქ სუნელებს რასაც ხედავთ, ყველაფერი აბაშიდან არის ჩამოტანილი. ეს სუნელები იმითი არის განსხვავებული, რომ არის ნატურალური და აკეთებენ რაც მთავარი ჩემი აბაშილი ბებოები და კერძებსაც საერთოდ სხვანაირი გემოსაწოლებს აბსოლუტურად. მოკლედ, ჩემი კერძის სრულყოფილებისთვის დამჭირდება ბონასერას ნაღები 29%-იანი, რომელიც ალბათ დამისრულებს სრულიად კერძს. გიყურებდი იქიდან პირველ იმას ვამოწმებდი, ღომი ხომ მოასწრო და დაადგა თქო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახლა ღომი. რა გადაწყვიტე? ვაკეთებ გევჟალიას, ოღონდ არა ტრადიციულს, იმიტომ რომ სულგუნის გარეშე ვაკეთებ და ვაკეთებ ნადუღით. ვაკეთებ ასევე კატმის ფილეს, ვაკეთებ ბაჟის. ეს უკვე ზად არის? თითქმის ძალიან ცოტა რაღაც აკლია, რასაც მე ბოლოსკენ ვუზამ. კარგია? როგორ ახარ? მადლობა, კარგად თქვენ როგორ ხართ? კარგად, რაცა მზადებ დღეს? დღეს წავედი მეგრული სამზარეულოსკენ. რატომ მეგრული? იმიტომ რომ მეგრელი ვარ. სისხლიდან მომყვება ის რომ მეგრელი ვარ და მეგრული უნდა გამომეტანა აუცილებლად. იქ რას აკეთებ? ფილეში თათმის. კი. კარგი და რაში? არაქში, ცოტა ზეთი, დაფნა და ნიოლი. ხოხ? ჩემი мотиваციის წყარო ეკრანებიდან გახდა შევქეთი. რა გინდა? მოდი არ შეგიშლი, ხა просто ვიდგები. უბრალოდ შეშინებული. მოდი, ახლა ის იცი რა არის, რომ შეშინებულია, რომ ძალიან ესე სერიოზულად არ გავარჩიოთ კერძები. გეუბნები მეგრელი რაღაც გენეტიკა მაინც მაქვს. ეს შენ თუ შემატყივრობს ეს გოგონა? კი. ეთყობა. ვიგნიბართ მოსული. მოგდა დარდით ისე. არ აქცე ყურადღებას. საკუთარი თავთან მოლოდინები ის რაც მაქრო ჟიურიმდე გავიტანო, პირველ რიგში რატომღაც მინდა რომ შევქეთის მოვაწონა ყველაზე მეტად. გამარჯობა გიორგი. ხოხ? თქვი იქ ხარ, საიდან ხარ, რატო გააკეთე ეს? მე ვარ გიორგი ტყებუჩავა 24 წლის, ქალაქ აბაშიდან.
მეგრელი ვარ და ვთვლი რომ მეგრული კერძი უნდა გამომეტანა. უბრალოდ ვეცადე რომ რაღაც ცოტა ჩემებური ვარიანტი გამეკეთებინა და არ ყოფილიყო თუნდ ვიზუალურად მაინც ტრადიციული. ესე იგი, ხო ვიცოდი რომ მეგრულად იგონებდი, რომ ნერვიულობდი. და ეთყობა კიდევაც. აფერისტულად იქ დაიწყო. რა ძალიან ხელავდა რაღაცებს იტყვი. სახში ბევრად დარწმუნებული ვარ ხოლმე მზადების დროს. იცი რა მაინტერესებს? ჭიტმა ამბავი მომიტანა. სადღაცო მიდის ოქს 900-ს იქეცო, რომ ეს რაღაცა კონკრეტული აბაშიდან დამაქვს ხოლმე თვეში ერთხელ სუნელები. ძირითადად ყველა სუნელი იქიდან დამაქვს. ანუ აბაშაში რაღაც განსაკუთრებული სუნელებია? აუცილებლად. იმიტომ რომ იქაური ბებოები ამზადებენ ძირითადად ყველაფერს და უფრო ნატურალური არის. ყველაზე მთავარი ეგ არის, რომ ღამის 2-დან 4-მდე არის ეს ბაზრობა მხოლოდ და მხოლოდ. რატო რომ ოქტავებმა არ იყიდონ არასდროს? არა, ღამის ბაზრობა არის, იმიტომ რომ ძირითადად მაშინ ჩამოდის ყველა გადამყიდველი, რა ქვიათ, მიაქვთ ხოლმე სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის თბილისშიც. შეგიძლიათ ჩემს TikTok გვერდზეც იხილოთ ამის ვიდეოები. აუ, ამ TikTok-ით ხო შემჭამეთ ყველამ, არ მაქვს ეს TikTok-ი და არ ვიცი რა ხდება და არ შეიძლება რომ ადამიანურად გავიგოთ გიწერ. არ მინდა, მე წინააღმდეგი ვარ. რას ქვია ეხა უნდა? ნუ არ შემიძლია სამწუთიანი რაღაც ისურელეების სტროვა. ახალი მე ტენდენცია. ვერა ვყვები, იქეთ ამყვეს ტენდენციები არ გამოვა ეგრე. გებჟალია გადავაკეთე იმით, რომ სულგუნით არ გავაკეთე, არის ნადუღით, რომელიც სამწუხაროდ აბაშაში არ მიყიდია, მაგრამ შემდეგ ტურებში ვეცდები თუ გადავალ აბაშიდან ჩამოვიდანა ყველა პროდუქტი. მოკლედ, მინდა გითხრა, რომ სერვირება არის არაჩვეულებრივი. გემოებზე ზის არაჩვეულებრივებზე. უბრალოდ არ ვიცი, აქ აბაშის განთქმული სუნელების ამბავია თუ რა, მოკლედ ძალიან გემრიელია და ხელის გაქვს, გამოცდილებაც გაქვს და აქ არავინ არ არის, რომ შემინმე რამეში მოატყუა, გაიგე? ამიტომ ბიჭებმა გასინჯონ ახლა. დაანებე ჩემო მეგობარო, მაგ კარაოკეს ბიზნეს თავი და გადადი სამზარეულოში. მეტი რა ვიყო. მე მინდა გითხრა, რომ ძალიან გემრიელია ეს ორივე რაც გააკეთა. გინდოდა რომ სამეგრელო ეამაყა და მე მგონი ამ კერძით იამაყებს ძალიან. შენი სამარგა. ჩემგან კი. ჩემგანაც კი. შენ გაქვს 3 კი და გადასული ხარ შემდეგ ეს. მადლობა ძალიან. წარმატებები. მადლობა. მოკლედ ემოციებს ეხლა ფიზიკურად თავს ვერ უყრი, იმიტომ რომ ბოლომდე კიდე არ მაქვს გააზრებული, რომ 3 ისეთი მტკიცე კი მივიღე. ბებია და ბაბუ ახლა ზიან აბაშაში უყურებენ ამას და როგორც მითხარი ბებო, გადავედი. რას მოგვიმზადებ ახლა? ყველაფერს რასაც ხვდება. ეს მე ჩვენ დავგადეთ. განაჩაბა, მე მქვია სივარა და მე აქ ვცხოვრობ. დაახლოებით 5 წელი. საქართველოში ჩამოვედი როგორც ტურისტი და შემიყვარდა ქართველი ბიჭი. გავთხოვდი და დავჭი აქ. გამარჯობა, რას გიმზადებ? უზბეკური პლოვი. ხორცის გარეშე სოკა. ხორცი რატო არა? იმიტომ რომ არ ვჭამ მე. იქნებ მე ვჭამ.
საიდან ხარ? ნახევარი თურქმენეთიდან, ნახევარი უზბეკეთიდან. და დედა უზბეკეთიდან მეკითხე. სუაში ყველაფერი იცი? ჩემი ქმარი, ჩემი მეუღლე მეგრელია. და მეგრელ ხარს ქართულად ელაპარაკებ თუ მეგრულად? მეგრულად არა. არა, ქართულად. ძალიან მიყვარს ღომი, ღებჟალია, ელარჯი. ისე მეგრული რამე რომ მოგეტანა რატო უნდა მოეტანა? ქმრის გული უკვე მოგებული აქვს. ეხლა მე მაინტერესებს ფლოუზე გიჟდები. ოღონდ კარგზე. ძალიან მინდა შეფებს მოეცონა. იმედია ყველაფერი გამოვა. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი და რა მოგვიმზადეთ? სივარა. და რა მოგვიმზადეთ? მე მოვამზადე ფლავი სოკოთი. ფლავი სოკოთი. ეს თქვენი ტრადიციულია, ხო? თითქმის, მაგრამ სოკოთი თქვენი ინტერპრეტაცია. ზევიდან სალათი. ეს ესახდება? კი. ეს გეკუთვნის? ტრადიციული პლოვი და ეს სალათი. და სალათის ტრადიციულია ფლოვზე? კი. მართლა არ ვიცოდი, მაშინ ეს სალათიც და კვერცხი? კვერცხიც ტრადიციული. კი. აუ ძალიან გემრიელია. მადლობა. აუ ძალიან გემრიელი პლოვია. კვერცხი, სალათი და პლოვი ერთად. ნუ ძალიან გემრიელი არის. თუ არ ეთყობა რომ სოკოსი არ გონია რომ ხორცისას ჭამ. მადლობა. ოჩა გემრიელია. მართლა გეუბნები, ჯერ ისე გიждებ პლოვებზე და ნამდვილი რაღაც უზბეკური პლოვის გემო აქვს. რასაც გქრო ვერ ვაკეთებ. ეთყობა არა, სუნელების გამო. ვარი. ეს კიდრა ხორცის იყოს, ასე ვაშკავ გიждებოდა. დაგვინდო მე მგონი. უგემრიელესია. და ეს სალათი ზემოდან, მე სალათი არასდროს არ გამისინჯავს, მაგრამ ესე აგრილებდეს სალათი ამ კერძს არ ვიცი. ძალიან კაია. კაია რომ შენი ტრადიციული კერძი აი ჩიერაშიც ძლიერი ხარ. ყოჩა. ხო არაფერი ბიჭო, რა გემრიელი. ნიკო რა უფლომა? ხორცი არაა და. ცუდი არა. ცუდი არა. სიმართლე გითხრათ, არც ძალიან გავგიჟებული ვარ, როგორც ჩემი კოლეგები და არც ძალიან, ცუდი არ არის. უბრალოდ გემრიელი პლოვი არის სალათასთან ერთად. ძალიან მომწონს და გემრიელია უბრალოდ. არ ვიცი, რამდენად საკმარისია კასტინგისთვის ამდენი ესეთი რაღაც საინტერესო, ლამაზი კერძები. ცუდი არა. მადლობა. ძალიანაც გემრიელი არის ჩემგან კი. გავაგზელებ ჭამეშვის ეს არ მოწონს? თეთისგან კი გაქვს, აბა ნიკუში. ჩემგან სამწუხაროდ არა გაქვს. ოპა. აბა ავტოშკა. ხო, არა, ნიკუშას ვეთანხმები იმ მოსაზრებაში, რომ კონკურსია, კი ის კერძი გამოიტანი, რომელშიც თავს დარწმუნებულად გრძნობდა ძლიერი ხარ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აქ ისეთი კერძები მოდის, ცოტა გვემარტივება. მე სიმარტივე, სიმართლე გითხრა, მომეწონა და იმასაც ვფიქრობ და ვგეგმავ, თუ როგორ იმუშავებ და როგორ დაგინახავ გუნდურ ბრძოლაში და როგორი საინტერესო იქნება შენი ჩართულობა ნებისმიერ გუნდში. ასე რომ, ჩემგანაც კი გაქვს, შენ გაქვს 2 კი და გადასული ხარ შემდეგ ეტაპზე. წარმატებები. მადლობა. ეს ხალხზე გავგიშდი არა? მარტო ეს არ იქნებოდა თქვა ისეთი. მარტო პლოვი რომ მოეტანა ამ პომიდორის გარეშე. ხო.
შეკრა. 2 კი მაქვს, 1 არა მაქვს, მაგრამ შემდეგ თურში ვარ. ძალიან მიხარია და დიდი მადლობა შეფებს. მე ვარ ელიზბარ ნერსესოვი, 33 წლის, ქალაქ თელავიდან. ვარ მსახიობი, ტატუ არტისტი. მიყვარს კაი საჭმელების როგორც კეთება, ისევე ჭამა. ყაურმის გარეშე კახურის სუფრა უბრალოდ შეუძლებელია და ეხლა მოვამზადებ ყაურმას მე და ამას შესამჭირდება ფრეკენბოკის ხელთეთმანები. ყაურმას? შეგრეს ჯენგრო ყაურმას. რატო გადაწყვეტე ყაურმით გამოსვათ ეს ჩვენთან? მნიშვნელოვანია კახილმა კაცმა საჭმელის მომზადება იცოდეს, რადგან კარგი ხორცისტები ვართ და გვიყვარს გემრიელად და ჯიგრულად კეიფი რა და კახელებს როგორ შევჩვენის. ესეთი საჭმელი. მე მოეწევა ეს ჯიგრული ყაურმა, ეხლა 45 წუთში. ესეთ უნდა მოესწროს. მედია როგორი შემართე გადიხარ მე. როგორი შემართებით ცოვარი ზეთი გამოვა. წარმატებები. ეხლა ვაკეთებ მუთუშვას. ნინჯას ხვაფში კულინარიით დავინტერესდი ჯერ კიდევ სანამ ტატუ არტისტობასაც დავიწყებდი და სანამ მსახიობობასაც დავიწყებდი მანამდე დავინტერესდი იმიტომ რომ მე და ჩემი მამიდაშვილი სულ პაექრობაში ვიყავით იმით უფრო გემრიელ საჭმელს გააკეთებდა და ასე ვთქვათ ოჯახურ წრეში ჩვენი ლიგა გქონდა და როგორც არის მე დავასწარი იმიტომ რომ მე ხლა უკვე შეფების ლიგაში ვარ აუ ეს სუნი არ ვიცი გემოზე რა იქნება მაგრამ მედია როგორი სუნიცა და როგორი ჯიგრიანად ასვაგეთებ ისეთი ჯიგრული ყაურმა იქნება. აუ იმედია. რა კაი ტატუ გაქვს? ეს ჩემი ოჯახი, ჩემი აი ეს არის ჩემი დაწერები. ეს ჩემი ბავშვის პირველი სიტყვა რომელსაც დამდებდა ხოლმე. მე ვიწერ, ხო იცი იმას ნოუთებში ვიწერ, ეხა პატარის თავის ბევრი ისინი ბოდიალა ტექსტებს. ის ერთ-ერთი ის იყო რომ ვევა მამა დამდებდა ხოლმე და ვევა დავიწერე რომ ის რაღაცა სამახსოვროდ გქონოდა ის რაღაცა პერიოდი ბავშვის. ძალიან კაი, აბა შინაარსობრივი კერძი მოგემზადებინოს და გემრიელი. სანამ ჩემი ყაურმა მომზადდება, დავინახე ახლა ბონასერას რძევი და ეხლა წავალ და ავიღებ რომ დავისხა და გავსინჯო სანამ საჭმელი მომზადდება. გამარჯობა. თქვენ მოგვიმზადეთ? ჯიგრის ყაურმა. ჯიგრული. ჯიგრის ყაური. როგორი ჯიგარითაც მომზადე, იმედია ისეთივე ჯიგრული გამოვა. ესაა სტანდარტული ყაურმა, ხო? კი. მე თხოთისთვის არ ვარ ყაურმის სპეციალისტი, შენ ხარ? ყაურის სპეციალისტობაში რა ითვლება? ნუ აი რო იცოდე რომელი არ უმჭამია ბევრი ყაურმა ესე და რა იცოდი. მოკლედ და კონკრეტულად ელიზბარ ესე იგი განცდა გაქვს რომ ოსტრის ჭამ გემოთი არის ოსტრის და თან ეს აი ეს ხვიწლი აი ეს რა ეს თვითონ ჯიგარი ცოტა არის მაგარი და თან არის მკვრივი ხორცი ალბათ არ იყო ის დრო რაც ასკარი მოკლედ ჩემს ეს დაფესრება არ დატოვა წუნიანა გოსინჯორო ხო, ნახე ხა იმ ფიქრობდი რომ რა გემო დაყვება დავუშვათ ხორცზე აქ არაა საუბარი გამომშრალია თუ არა, წვენიც სასიამოვნო დაყვება და მაქსიმ შრალეს გივსებს. თუმცა ისეთი თითქოს აი რა შევაძარო წამლის გემო დაყვება. და სწორი სიტყვის პოვნა აი თლად მწარეც არ არის. აი თითქოს საჭმოს სადაც წამალია გარეული. აი ესეთი მძაფრი გემო დამიტოვა. აპკი გააცალე ხორცს? აპკი არ გამიცლე. ხო, შეიძლება აი მაგის ბრალიც იყოს. მე ვისურვებდი რამე კაი. მაგალითად პურს არ ამას ამასთან ერთად.
შეიძლებოდა რაღაც სხვა სერვირებაც, არა? უბრალოდ პედალ მოვახერხეს მოსერვილი. სახში ამას გემრიელად შევჭამთ. მაგრამ აქ რამდენად ეგ არ ვიცი. გასაგები. ელის ბარ სამწუხაროდ ჩემგან არა. ელის ბარ აი გამახსენდა წამლის ასპირინის გემო დაყვება ხდები, აი რაღაცა ესეთი შეგრძნება მაქვს და ნამდვილად არ იქნია. ხო, თუმცა ის აპკი რო გაგეცალა, ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა. სამწუხაროდ ჩემგანაც არის. ელის ბარ სამწუხაროდ ჩემგანაც არა გაქვს. თქვენ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში. გავით. მადლობა. მადლობა დიდი მოგდანები. კარგად ამბობთ. წარმატებები. გაიხარეთ ასე. აი ეგ გემო დაყვება რაღაცნაირი აი. ხო, ბოლოში. ეხლაც. მოკლედ როგორც მივხვდი, მარტო ჯიგარი არ ყოფნის ამ ყველაფერს, ცოტა ცოდნაც უნდა დავამატოთ და ამ ცოდნას უკეთესად შემდეგში უკეთესად გავზრდი და შემდეგში უეჭველი გადავა. პირველზე არ გამოგივიდა, მეორეზე აუცილებლად გამოგივა. ეს საწინდარი იქნება შემდეგისთვის. გამარჯობათ, მე ვარ მარიამ სავაძე, 21 წლის თბილისიდან. მე ვარ დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი. ბევრი დედმამიშვილი მყავს, 5 ძმა მყავს და 3 და. დედას ვეხმარები და ძირითადად სულ ვიმზადებ ხოლმე საჭმელს. მაკარონი არის ჩემი დაძმების საყვარელი კერძი და ხშირად ვთხოვენ ამის მომზადებას და ვფიქრობ, რომ ეს სისტემატური არის, რომ შეფების ლიგაშიც ამას ვახდენ. სულ ვცდილობ, რომ რაღაცა ახალი მოვიგონ და გავაკეთო, მაგრამ არა, მაკარონს არ გავატობ, სულ მაკარონი უნდა. ლადო ნახე, რა გემრიელი რძე არის, შენ ხო გიყვარს რძე, ნახე ბონასერას რძე არის, ლადო ნახე. ხოჭკოდან იქცევით, ხო რა ბრაზებს სტაფს? არა. არ ვაბრაზებ. არა ხო? არა. გამარჯობა. ხილავთ რამეზე? ნუ ხილავ, რატო ხილავ? არის ნერვიულო მითხარი, რა არის პრობლემა? ცომი. აი, ავტო! ვიშველე, მოდი. ძალიან ნერვიულო ნახე, აიჭრა სახე, მიეხმარ. რატო ნერვიულო? ვერ ვაპტელე ვიშლევ. მოეხმარები და მეც გამოვალ და შემაფასე. აი, რატო ნერვიულობ? ხეცები კი არ ვართ, არის ნერვიულო. ყველაფერი კარგად გამოგდის, მართლა. თუ გინდა იტი ერთ გამოუშვიდებსო? და გავგიჟდე. ახი ამხელკაც დავაყენებ თომსგვიზიო. ის ამიო შეფი რას მომზადებ დღეს, მოყევი, აბა? ყველა შენ დაგეხვა თავს. ნუ გადავრი ეხა. პირილი ანახე ყველა მოვიდა, შენ გეფერება. ნიკუშა, ყველა რაღაცას ვაკეთებ. შენ და იმას მოუღრი ეხა ცოტა ხანი. ბავშვი არ გაუფუჭდეს საქმე. შეფების ლიგაში მოვედი, იმიტომ რომ ბევრი ცოდნა მივიღო და გამოცდილება. შეიძლება აბა, რა ხდება? ცომი ხო არ მოვწევ. ქვილი მიახმარე მაგას, რომ აღარ მიიკრას. დიდი ზომით დაიწყე და ჩადი პატარას. დაატრიალე. აჰა, ბატონო. ნელ-ნელა დააპატარა. ისევ რაღაც აჭრილი სახე გაქვს, შოგდიდან დაგინახე, მოვედი შესამოწმებლად და. სწავლობ კოლეჯში კულინარიაზე. კულინარიის დამთავრების შემდეგ ძალიან მინდა რომ გავაგრძელო ამ სფეროში მოღვაწეობა და ვიმუშაო. სწავლობ შე? უი რა გადასარევია. და კიდე ამდენი დაძმა ყავ ის იმასაც ახერხებ მოვა. ესე იგი ძალიან ხოჭაღი ხარ. აბა რა განერვიულებს? შენ რასაც ახერხებს 90% ვერ ახერხებს. ამიტომ უკვე წინ ხარ. შეფებიდან ყველაზე მეტად მაინტერესებს შეფქეთის რჩევა და შეფასება. რადგან ძალიან საყვარელი და ძალიან თბილი აურა მოდის მისგან. ესე იგი ეს ჩიტმა ამბავი მომიტანა და ჩემი აზრი გაინტერესებს, ხო? კი. იმიტომ რომ ძალიან საყვარელი და თბილი ადამიანი და ძალიან ცოტა მოდის მისგან. გაეხსნა. აჰა, ყველაფერი გამოგდის. всё. მორჩი ნერვიულობას. გამარჯობა კიდევ ერთხელ მარია. გამარჯობა. რა გაგვიკეთე მოგიყევი ორი სიტყვით? მაკარონი, ლაზანიას მსგავსად, თუმცა ლაზანია არის ჩემი ვარიანტით არის გაკეთებული. ზოგადად მაკარონი უნდა იყოს ალდანტე, მაგრამ რახან ჩემი ვარიანტით ვაკეთებდი არის მოხარშული თან შემწვარი. აჰა. სხვა დანარჩენი ხორციცაა აქვს? კი, ფარში აქვს.
და მოცხარის და მოცვის соуსი. უნდა დავასხა? კარგი. თქვენი გემოვნებით, რა თქმა უნდა. მოცხარის და მოცვის соуსი არის უგემრიელეს. ყველასაც ეძახით მაკარონის, ანუ პასტას. პასტა არის ცოტა გადახარშული, თუმცა ძალიან საინტერესოა ამ კომბინაციაში. მაგრამ ცოტა მეტად ინტენსიური გემოები არის ერთმანეთში, არის რაღაც ერთი კომპონენტი, რომ გამოგეძროთ, უკეთესი იქნებოდა, ესე მგონია მარია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ყველაფერი. მაგრამ გემრიელი. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. თამამად რაც შემიძლია თქვა, соуსი არის უგემრიელესი და ყოჩაღ ამისთვის, თუმცა კერძი არის ცოტა გაურკვეველი. ეს ყველის მასა ქვემოთ ძალიან, აი, ნახე როგორი არის. უხეში არის ბოდიში. თუმცა ესეთი ამბავი არის. ხარვეზები აქვს ამ კერძს, თუმცა соуსი არის უგემრიელესი. გამარჯობა. გამარჯობა. მაინტერესებს соуსი. უსოუსო ჭამე, კაც ორ გაიგო რა არის. ისეთ შევჭამ. თითქოს ეს соуსი რაღაცნაირად არ ჯდება იმ კომბინაციაში, რაც შენ ეცადე რომ გაიკეთებინა. ყველი ძალიან ბევრი დევს ქვემოთ. ეს ჩემი აზრით ეს შავი თეფშიც არ უხდება ამ კერძს. ცოტა არეული კერძი არის, соуსი უდაოდ უგემრიელესია. უბრალოდ ის კომბინაცია, რასაც შენ ეცადე, ვერ დავინახე იმით გამაერთიანებელი გემო, რაც შეიძლებოდა რომ ამ соуს გაეგემრიელებინა. თუმცა მე მომწონს ის ტექნიკები, რაც შენ გამოიყენე და ხედავ რომ რაღაცა ტექნიკები შენში არის, რაც შეიძლება რომ ჩუფურ ეტაპზე გამოგვიდეს. ჩემო საყვარელ გოგო, ჩემგან კი, იმის მიხედვით რომ ბევრი რამე არ მომწონს. მოდი მე ცოტა ხისტი ვიქნები და არას გეტყვი, თუმცა ეს არა იყო შენთვის мотиваცია, რომ შემდეგ გაიზარდო და ეს შეცდომები გამოასწრო. ჩემგანაც იქნება კი, რადგან ვხედავ ყველანაირ პოტენციალს ჩვენში. თქვენ გადასული ხართ შემდეგ ეტაპზე. ბრავო! აი, შენ რამდენი ინერვიულობა თუ ეგრე კი არ შეიძლება თუ რას განერვიულობა. შენ თუ ასე აპირებ ნერვიულობას, მე არ გადაგიყვარ მე შორს იმიტომ რომ ამტენ ნერვიულობა შენ არ შეიძლება. მართლა დაუნები რა არის ეს მეტყვი დღეტირი ხარ. ხო? რატო შვილო რატო? არ გიტიგო. კაი, შო, უნდა ეკითხეს ხარ ჯერ, არ თუ მუტირი. ბევრი სატირელი იქნება მერე. ამიტომ აფიტირო ეხა. მადლობა. ორი კი მოქვს და ერთი არა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტია გარყოფილა. ძალიან მიხარია, ძალიან მეტი ნერვი ვარ, შეფებიჩებთან მოვიდი და მომხნევებდნენ, მიხედავდი ისე ძალიან ნერვიულობდი. მოდი. შენ მაკარონის გამზადება აქ შეგიძლია და სახში რატომ არ ამზადებ თქო? სახში გაგიმზადებ, წამო და გაგიმზადებ სახში. წამო ლადო.
რეკლამის შემდეგ ნახავთ. აი ვუყურე ფოტოებს და მართლა არ ვიცი ვინ დაგაუშვათ სახში. ესეც უგემურე იყო არ გვინდა? აი ეს ჯიგარი გვინდა უეჭო. არა. რატო? აი ჩვენ არ გვინდა. თქვენ ხართ შეფების ლიგის ახალი სეზონის 14 საუკეთესო კონკურსი. კასტინგის ეტაპი დამთავრდა და სწორად ახლა დგება გადამწყვეტი მომენტი. რაც უფრო ძლიერი ნაკადია, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, რა. კი ბატონო. რაღაცა არ გაგიმართლა ნიკუშ, იმიტომ რომ ამ სეზონზე ძალიან სერიოზული კონკურენციაა და ჩამოყალიბებული ხარ მონაწილეებში თუ ჯერ არა? აი ვუყურე ფოტოებს და მართლა არ ვიცი ვინ დაგაუშვათ სახში. აი 3 კიტელიანი მგეგონი უკვე უნდა გადავდოთ. ესე იგი, 3 მონაწილე უკვე ვიცით. წინ დაგვრჩა კიდე ასარჩევად 11 მონაწილე. და მოდით შევუდგეთ უკვე საქმეს. ეს ჩემი გოგოა მინდა. აი ეს გვინდა, ეს არ გვინდა. ესეც უგემურე იყო არ გვინდა. ეს ქალბატონი ხო გვინდა? კი, აუცილებლად. აი ეს ჯიგარი გვინდა უეჭო. არა. რატო? აი ჩვენ არ გვინდა. ჯეირანი მაშინ. ამაზე რა ვშვებით ისე? არ ვიცი, თქვენ მე ცოტა არ ვიცი. თქვენ რაღაცა გინდა. რავი, კარგად კი ჭამდით. ნუ ახლა ჭამდით ახლა. ეგრე კითხვის ხარფე კარგად ჭამდა. არა, ამაზე გაგიჟდით. მე ზუსტად ვიცი რაზე გავგიჟდი, რაზე არ გავგიჟდი. აი მე გეტყვი რომელი არ მომიდება აღარასოდეს შევჭამო. აი ამას არასოდეს აღარ შევჭამო. ეს რა არის? ო, აი სამის გასინჯვა აღარც მომინდება მე. მე მგონი აი ეს ზანკა იქნება, რას ფიქრობ თქვენ? ისეთი შეშინებული გააკეთეთ ამას. რა თქმა უნდა, აბა ისე გადაირიე და ისე გუნდურ ბრძოლაში უნდა ითამაშოს და რა მოხდება? ჩემი აზრით მოერგება. დაუჯეროთ ახალ ბედას? როგორი ის იყო მკაცს ძინათ. აო, კარგი იყოს ეს. უნდა მოერგოს. სხვა გზა არა აქვს, აბარისთვის მოდიოდა. მე მგონი ჩვენი 14-ეული უკვე შეძრა. კი, ხო? ძალიან კარგი. როგორი კმაყოფილები ხართ? მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვარ, ესეთი კარგი კონკურენცია დამხვდა. მეხუთე სეზონია აქ ვარ და ესეთი ძლიერი ნაკადი მე არ მაქვს. ჩემი აზრით და მე მგონი მეთანხმებით 2 იდეალური გუნდი გვეყოლება. ძალიან დიდი იმედი მაქვს. მე ველოდები მოუთმენლად ამ შეჯახებას. გონი დროა ჩვენი ვერდიქტი გავაცნოთ კონკურსანტებს. კი ბატონო. მოგესალმებით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. შეფების ლიგის პირველი ეტაპი ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. თუმცა შოუს შემდეგ ეტაპზე ყველა ვერ გადავა. ადგილი არის მხოლოდ 14, რამაც ძალიან გაგვირთულა გადაწყვეტილების მიღება. ახალი სეზონის 3 მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. მიხეილმა, ანდრიამ და ნიკამ კიტელები მოიპოვეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე 14-ეულში არიან. დანარჩენი 11-ის ვინაობას კი გავიგებთ ახლა. ახალ სეზონს პირველი შეუერთდება გიორგი არაკელია. მეორე კონკურსანტი იქნება დავით გობოზაშვილი. გილოცავ დავით, შენ ახალ სეზონში ხარ. წარმატებები. და პირველი ქალბატონი, რომელიც შეუერთდება ახალ სეზონს, არის სოფო ამირეჯიბი. გილოცავ სოფო, ახალი სეზონის მონაწილე. ახალ სეზონზე შეფების ლიგას შემოუერთდება ნათია თოფშიძე, რომელიც ამ წუთას აქ არ არის. თუმცა გუნდურ ეტაპზე ჩვენთან ერთად იბრძოდა. ასევე ახალ სეზონზე თქვენთან ერთად იბრძოლებს ანა ხატულაშვილი. ახალი სეზონის შემდეგი მონაწილე არის ნინო გურგულიანი. გილოცავ ნინო. შემდეგი მონაწილე არის გიორგი ტყებუჩავა.
გილოცავ გიორგი, შენ მეხუთე სეზონის ახალი მონაწილე ხარ, წარმატებები. სამწუხაროდ დარჩა მხოლოდ 4 ადგილი. და შემდეგი შეფების ლიგის ახალ სეზონს შეუერთდება საუკეთესო ჯინების ავტორი კარინა ქუშაკი. გილოცავ კარინა, რეცეპტს ვაძლევ. დარჩა მხოლოდ 3 ადგილი და ახალ სეზონს შემოუერთდება ნანა შონია. გილოცავ ნანა, შეხარ უკვე გუნდურ ბრძოლაში. აიძაბა სიტუაცია, ადგილი არის მხოლოდ 2 და თქვენ ხარ ძალიან ბევრი. ვიცი რომ ყველანი ძალიან ნერვიულობთ, ამიტომ ეხლა დავასახელებ კიდევ ერთ კონკურსანტს, რომელიც შეუერთდება ახალ სეზონს. და ეს კონკურსანტი არის ბექა ჭიალაშვილი. გილოცავ ბექა. ბოლო ადგილი შეფების ლიგის ახალ სეზონში დაიკავა ქალბატონო თამუნიკა ადამი. ქალბატონო თამუნიკა გილოცავ. გილოცავ. გილოცავთ, თქვენ ხართ შეფების ლიგის ახალი სეზონის 14 საუკეთესო კონკურსანტი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ვინც ვერ გადახვედით შემდეგ ეტაპზე. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის, მონდომებისთვის და გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებებს თქვენ დიდ კულინარიულ გზაზე. შეფების ლიგის გენერალური სპონსორია საკონდიტრო და გასტრონომიული ინგრედიენტების შოურუმი და სუპერმარკეტთა ქსელი ბონასერა. თქვენი გზამკვლევი გემრიელ საქმიანობაში. გადაცემის სპონსორია ფრეკენბოგი. შენს ხელშია ყველაზე მნიშვნელოვანი, საიმედო, სათუთი და მზრუნველი. ფრეკენბოგი, ოჯახზე ზრუნვა შენს ხელშია. გადაცემის სპონსორია ნინჯა. ნინჯა, მიიღე მეტი. და ახლა დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი. უნდა გავიგოთ, ვინ რომელ გუნდში იბრძოლებს. როგორც ხედავთ, ორივე გუნდს ყავს კაპიტანი, რომელიც გაუძღვება პირველ გუნდურ ბრძოლას. მწვანე გუნდის კაპიტანია მიხეილი, ხოლო ყვითელი გუნდის კაპიტანია ანდრია. ჩვენ ყავს კიდევ ერთი კითელის მფლობელი ნიკა, რომელიც დღეს სარგებლობს პრივილეგიით და ის თავად გადაწყვეტს თუ რომელ გუნდში იქნება. დროა დავიწყოთ და მწვანე გუნდს პირველი შეუერთდება ნანა შონია. ხავთ აიღოთ წინსაფარი. ყვითელ გუნდს კი შეუერთდება თამუნიკა ადამიანი. მწვანე გუნდში იქნება გიორგი ხებუჩავა. ყვითელ გუნდში იქნება კარინა ქუშაკი. რაღაც წაიცემ გუნდი იმდება ყვითელი გუნდის. არადამ მწვანეთ ჩაიცო. მწვანე გუნდში იქნება ნათია თოფშიძე, რომელიც შემოგიერთდება მოგვიანებით. ყვითელ გუნდში იქნება ბექა ჭიალაშვილი. ხო, ბექა აიღო ყვითელი წინსაფარი. მწვანე გუნდში იქნება ნინო კურგულოვი. ყვითელ გუნდს შეუერთდება გიორგი არაკელიანი. მწვანე გუნდში იქნება სოფუ ამირეჯი. ხო, სოფუ აიღო მწვანე წინსაფარი. ყვითელ გუნდში იქნება ანა ხუტულაშვილი. თითოეულ გუნდში დარჩა თითო ადგილი. ახლა დროა გამოვიდეს ნიკა გუგუნავა და თავად გადაწყვიტოს თუ რომელ გუნდში იქნება. ნიკა
ხედავ როგორ დაიძაბა უკვე. ნიკა შეუერთა მწვანე გუნდს, ის შეიცვლის მომდევნო ტურში უკვე კიტელის ფერს და დაგვრჩა მხოლოდ ერთი მონაწილე, დავით გობოზაშვილი, რომელიც ავტომატურად მოხვდა ყვითელ გუნდში. ხო, აიღო წინსაფარი და შეუერთდა ყვითელ გუნდს. მას ასე ახალი სეზონის გუნდები უკვე დაკომპლექტდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდური ბრძოლა გამარჯვებისთვის იწყება ახლა. მილოცავთ, მეგობრებო! ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო სამშაბათს 22 საათსა და 00 წუთზე რუსთავი 2-ის ეთერში. მილოცავთ. აბა, ესე იგი ჩემი შეფების ლიგა. ეს გოლი მიგზნობს ვიღაცას ყვითელი გუნდიდან გზა და მილოცეს უმღერებს. პირველი გუნდური შერკინება. მწვანეები სერიოზულად მომზადებულები არიან თავისი ღონიარო ქირურგები არიან. აუზში ხტებოდი და აუზანო ვერ მივახცინა. ვიცი. ნამდვილი ბრძოლა იწყება ახლა. არ მომახსნებინო ეხა თაბაშირი თორე. თევზის დამუშავება კაპიტნების ხვედრია. პირველი რასაც ვხედავ და რაც არ მომწონს, ეს არის ეს ნარჩენები. ზუთხისგან მომზადებული ორი კერძი. რატო მომიტანე ეს კომპლიმენტად მე? ნამდვილი კულინარები ძვირფას თევზს ბოლომდე ითვისებენ. ცირა კი ხარ გულისი, მაგრამ მეგრელი ხარ? ისე. მეგრელი ვილიამსი ვარ, დიახ. მეგრელი ვილიამსი ხარ, გეტყობა კოჭებში. ვინი ზეიმერს პირველ გამარჯვებას. ეს იყო სოს სიგნალი თქვენთვის ორივე გუნდისთვის. სამშაბათს 22 საათზე შეფების ლიგა რუსთავი 2-ზე.